ქალი და ტექნოლოგიები. არის თუ არა საჭირო ვიცოდეთ ტექნოლოგიები, რას კარგავთ როცა არ ვიცით და რატო გვეშინია ამ ტექნოლოგიების ბევრს, მეც მათ შორის. მეც ძალიან ბევრი კანკალი მაქვს გადატანილი ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაღაც ვარ გამომდიოდა, ვაიმე ეს როგორ გავაკეთო, ვაიმე ეს არ გავაფუჭო და მოკეთ ეგ ისტორიები მაქვს სხვა დროს მოყოლილი, აღარ გავიმეორებ. ეხლა ეს ჩემი დღევანდელი შემოხტომა, ასე ვთქვათ, გავოიწვია იმან, რომ გუშინ რაღაცა ტექნოლოგიური პეტერე მინი კოლაფსები გქონდა ერთ-ერთი კურსის ნაწილობრივ ცოცხლად და ნაწილობრივ ჩატში. და ერთი პირველი რაც მინდა ეს თქვა, ახლა გუშინ ჩავწერე ლაივი და დღეს აღარ ვაპირებდი, მაგრამ აუცილებელია ამაზე საუბარი, რატომღაც ახლა ესე ფრაგმენტულად საუბრობდი ხოლმე ყოველთვის და ჩემმა შვილებმა რაც კურსები გააკეთეს, ახლა რაც არის ეს ტექნოლოგიური კურსები, copywriting-ია, ეს თუ რეკლამის სარეკლამო კურსი, AI მარკეტინგი, თვითონ ხელოვნური ინტელექტის შესწავლა, ჩემი თხოვნით გააკეთეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩემ გოგოებს ეს სჭირდებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც კიდე რაღაც მოტივაცია არის ამისთვის საჭირო, იმიტომ რომ რაღაც რაც ახალია ის იწვევს შიშს, რაც სიახლეა, ხო, რაღაცნაირად გეშინია, გამომივა, არ გამომივა, გავაკეთებ, არ გავაკეთებ. ნახეთ, მაგალითს მოგიყვანთ ძალიან მარტივს. ჩემი გოგოები ყველა არიან ძალიან ნიჭიერები, ყველას აქვს რაღაც განსაკუთრებული ნიჭები და ჩვენ ახლა ყველას აქვს, მარტო ჩემ გოგოებს კი არა, ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ იმით განსხვავდებით, ასე ვთქვათ, ბევრი სხვა ადამიანისგან, რომ ვაღიარებთ ამას, რომ გვაქვს ეს ნიჭები, ვაღიარებთ, რომ ამ ნიჭების ქონას მოყვება გარკვეული შიშები ადამიანში, რომ ახლა თუ მე ეს ნიჭი რაღაც ქოცნობიერი შიშები. ეს ნიჭი თუ გამოვიყენე, მე ეს რა თქმა უნდა რეალიზება გავუყან ვაქციო პროდუქტად, მე ეს პროდუქტი უნდა შევთავაზო ვიღაცა, ეს შეთავაზება არ შემიძლია. აქ გაჭედილი მაქვს ჩიკვი დავემართა, რაღაც ნერვოზ დავემართა იმის გამო, რომ ამოთქმა არ შემიძლია სიტყვების. მე უნდა გავყიდო, გაყიდვაზე ხო საშინელი შიში მაქვს, იმიტომ რომ არ ვიცი ჩემი საკუთარი ფასეულობა და შესაბამისად ჩემი პროდუქტის ფასეულობა სხვას როგორ გავაგებინებ და ასე შემდეგ. მოკლედ უამრავ შიშები მოყვება ამას, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. და ბოლოს მივიდივართ ხოლმე იქამდე, რომ გოგოები ან ქმნიან ახალ პროდუქტს, ან რაც აქვთ იმას კიდევ უფრო ანვითარებენ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ილუზია იმის ფიქრი, რომ მე მხოლოდ იმით, რომ შინაგანი ცვლილებები პირველია, რა თქმა უნდა, უპირველესია, მაგრამ რეალური მოქმედებები თუ არ მოყვება ამას, რეალური ნაბიჯები თუ არ მოყვება ამას, თქვენი ოცნება დარჩება ოცნებად გასაკვირველია და თქვენი შიშებით გამართლდება. ამიტომ ნახეთ ესეთ მაგალითად თქვენ აკეთებთ ძალიან გემრიელ ნამცხვარს. გააკეთეთ, წახვედით, მოიტანეთ, ნუ ჯერ ვერ ბედავდით, რომ ვინმესთვის შეგეთავაზებინათ თქვენი ნამცხვარი. ესეთი მსმენელი ყავს, არ ჩვეულებრივ ნამცხვარს აწყობს და ვერასოდეს ვერ ბედავდა ხო, რომ ვინმესთვის შეეთავაზებინა, მერე გაბედა. აწყობთ ძალიან გემრიელ, მოიტანეთ ყველაფერი, საუკეთესო იყიდეთ ყველა პროდუქტი, იმიტომ რომ გინდათ რომ იყოს კარაქზე დამზადებული კრემით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი საუკეთესო იყიდეთ. მოიტანეთ, გააკეთეთ ეს არაჩვეულებრივი ფუმფულა, ცუდი გამშვიდობისა. არაჩვეულებრივი ფუმფულა, ცომი, ნუ მოამზადეთ ყველაფერი მოკლედ და ეხლა უნდა გამოაცხოთ. მაგრამ ნუ პირველი არიცით ენა ხურას რა ენაზე საუბროთ, ანუ მას რო აწერია იქ რაღაცები, ინსტრუქციები, არიცით ეს რა არის, როგორ გამოიყენოთ, ან ჯერ წაიკითხოთ საერთოდ და მერე გამოიყენოთ, გამოყენება არიცით ამ ხურის და დევს ეს თქვენი ცომი. აბა მითხარით, ახლა თქვენ შედეგს მიიღებთ? ხო, ეს იყო რაღაც თქვენი სულის ამოძახილი, რომ აი ესეთი ნამცხვარი უნდა გავაკეთო. ვერ გამოაცხობთ, ხო? ზეზე ხო ვერ გამოაცხობთ, ანუ მივედით ტექნოლოგიებამდე. ტექნოლოგიები უნდა იცოდეთ. უნდა იცოდეთ მათთან საუბარი, უნდა იცოდეთ მათი ენა, უნდა იცოდეთ მათი გამოყენება, შედეგის მიღება, გაფრთხილებაც რასაკვირველია. კარგი, გამოაცხოთ, ვიღაცამ ჩაგერთოთ ეს გაზი მაგალითად და გამოაცხოთ ეს ნამცხვარი. ეხლა უნდა მომყიდოთ მე, რომელმაცაც არ გამისინჯავს თქვენი ნამცხვრის გამო, თქვენ გასინჯული გაქვთ და იცოდეთ ძალიან მაგარია, არ ვლაპარაკობ ცუდ პროდუქტებზე. ცუდი პროდუქტები, რომელიც თქვენთან არ მოგწონთ, ეგ როგორ უნდა გააპიაროთ, მე ეგ არ მაინტერესებს საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ პატიოსნად ყიდით მხოლოდ იმას და ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რაც ვიცით რომ კარგია. იცით რომ კარგია, უნდა მომყიდოთ მე. და აი ამდენ ნამცხრებში, როცა ეხლა ხო პროდუქტის დეფიციტი აღარ არის, არა? ეხლა არის ყიდულის დეფიციტი, თორე პროდუქტი არის ყიდულის დეფიციტი არ არის იდეაში, უბრალოდ სწორად უნდა მიაწოდო. და თქვენ ეხლა უნდა ამიხსნათ მე დისტანციურად,
როგორია თქვენი ნამცხვარი, იმიტომ რომ მე თუ არ ჩამოვიარე მაინდამაინც თქვენ ქუჩაზე და მაინდამაინც თქვენ საკონდიტოროში თუ არ შემოვედი, სხვანაირად ვერ გავსინჯავ. მაშინ როცა გაქვთ ზღვა შესაძლებლობები, მილიონობით ადამიანი შეგიძლიათ მიაწვდეთ თქვენ, ამდენს ვერც გამოაცხობთ ნამცხვარს, ამდენსაც შეგიძლიათ მიაწვდეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ როგორ მელაპარაკოთ. უნდა იცოდეთ რა სიტყვები გამოიყენოთ იმისათვის, რომ მე მივხვდე, რომ ჩემი ნამცხვარი კარგია, არ მუშაობს ესე. ამიტომ ესეც უნდა იცოდეთ. ეხლა მეორე მომენტია, როგორ ვისწავლო ყველაფერი, ხო? ყველაფერს ვერ ისწავლით, არც არის საჭირო. მე ვარ ეგეთი ყველაფერს ვსწავლობდი და მე დეპრესია მემართებოდა, იმიტომ რომ ვერ ვსწავლობდი. ორი მომენტია. ერთი, უნდა გახოთ ეს, იცით, უნდა გააკეთოთ ეს სხვა. ამას მე ვისწავლი, ამას დავავალებ სხვას. იმიტომ რომ შეხედეთ, თქვენ რაც კარგად იცით, თქვენ კარგად იცით ნამცხვრის ცხოვა. თუ თქვენ დაჯექით, ეხლა ჩემი შვილი მაგალითად პროგრამისტია, კოდებს აწევს ყველაფერი, მაგრამ ანუ სოციმედია მენეჯერად, ესე კონკრეტულად ამ მეთოდით არ უმუშავია, მაგრამ ერთად შემოსვლენება შესთავაზს და მუშაობს. საათობით ზის და აკეთებს რაღაც ვიდეოებს. ყველაფერი იცის და მაინც საათობით ზის და იქ რაღაც პოსტები უნდა დავდოს და ასე შემდეგ. თქვენ რომელმაც ეს არ იცით და უნდა ისწავლოთ, რამდენი საათი დღეში უნდა დაგჭირდეთ იმაში, რომ ეს გააკეთოთ, რასაც დავუშვათ აკეთებს საბა, ხო? ძალიან ბევრი. როცა იმ დროში უამრავი ნამცხვარი შეგიძლიათ გამოაცხოთ დიდი სიამოვნებით. იქ უნდა იტანჯოთ თან, იმიტომ რომ არ იცით და აქ სიამოვნებით უნდა აკეთოთ, იმიტომ რომ იცით. ერთი ძალიან კაი ტრენერია, ოლგა ერმილოვა, უკრაინელია და იმის სიტყვებს რომ ახსოვს ხოლმე. მეც ესე ვიცოდი, რომ ყველაფერი მე უნდა ვისწავლო, მე უნდა გავაკეთო, მე და ძალიან ბევრი ის მაქვს, მე შიში გავლილი ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, იმიტომ მესმის ახლა გოგოების. და ის ამბობდა, რომ ჩემი დრო ბევრად მეტი ყის, ვიდრე დამლაგებლის დროო. ანუ განა დამლაგებლის შრომას არ აფასებდა, ძალიანაც აფასებდა და მე ძალიან ვაფასებ ნებისმიერ შრომას, მაგრამ იმან კარგად იცის თავის საქმე, კაცო და ამან კარგად იცის თავის საქმე. და ამან რომ უნდა მოანდომოს იმ სახლის დალაგებას მთელი დღე, იმ დროში შეუძლია დაეხმაროს 100 ადამიანს. ჩაატაროს რაღაცა ონლაინ რაღაცა, ვებინარი ან რაღაცა, არ ვიცი. მოკლედ, თქვენაც კარგად გამოგდით. თქვენი დროის დიდი ნაწილი ამას უნდა დაუთმოთ. რასაკვირველია, რაღაცები უნდა იცოდეთ, თუნდაც იმიტომ რომ არ მოგატყუოთ ადამიანმა, ხო? რაღაცა არ მოგატყუოთ და რაღაცა უნდა იცოდეთ, მინიმუმ იმდენი მაინც უნდა იცოდეთ, აი ამ ტექნოლოგიას რა შეუძლია, რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის. ეხლა შეეხება მე მეუბნებიან ხოლმე ხშირად, რომ შენ რა გენაღლება, ეხლა შვილები გეხმარებიან და რაღაცა. რა მენაღლება არა რა. ჯერ ეს ჩემი შვილები, ჩემი გაშვილები, ჩემი გაზრდილები არიან. ხო და ძალიან ბევრი მაქვს მათ შეჭადებული. ხუმრობ. არა, მთავარი რა არის, რომ მე ჩემს შვილებს უფასოდ არ ვამუშავებ. რა ახლა ყველა პირის გაღებაზე და ყველა ხელის გამოწვენაზე ფულს რასაკვირველია არ ვუხდი, მაგრამ როდესაც ისინი რამე სერიოზულს აკეთებენ ჩემთვის, ან სისტემატურად აკეთებენ, ხო? აუცილებლად ვუხდი მე მათ თანხას, იმიტომ რომ ყველა შრომა უნდა დაფასდეს. მათგან განსხვავებით, ვინც აქ წერენ ხოლმე, რომ ცოდნა უფასოდ უნდა იყიდებოდეს და რატო არ არიგებთ უფასოდ და აბა ესე და აბა ისე, ხო, აი მათგან განსხვავებით მე ვაფასებ ყველა შრომას, მათ შორის ჩემი შვილების შრომასაც. შესაბამისად, ჩემს შრომასაც ვაფასებ. სხვისი შრომის გაუფასურება ზუსტად მოდის საკუთარი ფასეულობის არცოდნი, როცა შენ თავს არ აფასებ და შენ შრომას არ აფასებ, მაშინ არც სხვის შრომას არ აფასებ და მაშინ რაში გადაუხადო ახლა ამ ადამიანს ფული, ახლა დიდი ამბავი, ახლა პოსტები უნდა დამიწეროს, დიდი ამბავი, ვიდეოები უნდა გამიკვდა, აბა შენ გააკეთე ვიდეოები და შენ წერე პოსტები. ოღონდ ისეთი რომ გაგიყიდოს, ხო? ამას ხო ცოდნა უნდა და ამ ცოდნაში ხო ფული და დრო ჩადო ადამიანმა. ამიტომ არასოდეს დაგენანოთ. ნახეთ, თქვენ გინდათ გააკეთოთ ბიზნესი, უნდა მიიღოთ მოგება, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ბიზნესი იმიტომ აკეთებ, რომ წავაგოო, ხო? ფიქრობს, რომ მივიღოთ თან სერიოზული მოგება, რომ განვვითარდე, ხო, რაღაცა შევძინო ჩემს ოჯახს, მე თვითონ დავისვენო, კარგად ვიყო. თქვენ უნდა მიიღოთ ეს ყველა შემოსავალი და თქვათ 100 ლარის გადახდას ფიქრობთ, რომ ეს არ შეიძლება, ხა 100 ლარი რაში უნდა გადავიხადო, ხა მე თუ რომ ვისწავლო რაღაცა კურსი, რომელიც დამეხმარება ამის გაყიდვაში. ანუ დამოკიდებულება თავისთავად საფუძველში არასწორია. ეხლა რაც შეეხება თვითონ ტექნოლოგიურად, ანუ რაში გვჭირდება, ხო? რამდენიმე სიტყვით ვთქვა, თუმცა კომენტარებში დავწერ მე რაც ჩავთვალე საჭირო და გავაკეთებია ჩემს შვილებს იმის შესახებ, სათითაოდ დავწერ კომენტარებში მოკლედ. რატომ უნდა გქონდეთ საიტი მაგალითად, ხო? ამის ძალიან ბევრი მიზეზია, რატომ უნდა გქონდეთ, მაგრამ მოკლედ გეტყვით რამდენიმეს. როცა მე შემოვალ საძიებო სისტემაში იმისათვის, რომ ვიპოვოთ თქვენი პროდუქტი, თუ თქვენ ხართ სერიოზული კომპანია, მე უნდა ამომიგდოს თქვენი კომპანია, ხო? და უნდა შევხედო, რომ თქვენ გაქვთ საიტი, თქვენ ხართ, შევიდი ამ საიტზე, წავიდე Facebook-ზე შემოვიდო და ვეძებო თქვენ როდის რა გაქვთ გაკეთებული და გამოხმაურებები როდის ვირა დაგიწეროთ, სად ვეძებო, ვის აქ ახლა ამდენი დრო, ხო?
მით უმეტეს თუ ისეთი თუ მრავალფეროვანი პროდუქტები გაქვთ კიდე, ხო? ამ მრავალფეროვანი პროდუქტების აღწერილობა სად უნდა ვიპოვო? ამიტომ მინცეთ რომ მე თქვენ გიპოვოთ, ეს გზა არის Google. და ეხლა კიდე GPT-ც მიდის საძიებო სისტემებში და მომიტანს უბრალოდ დაალაგებულად ყველას. აი, წადი აქ, მიდი ამ, ხვიდი აქ. ეხლა ნუ პრესტიჟის ამბავიც არა, თქო და საიტზე მეც აღარ გავჩერდები, დაგუგლეთ და წაიკითხეთ თუ გინდათ საიტს ამ მნიშვნელობა და რითიც არის საჭირო კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რომ საიტი არ კარგავს არც ერთ თქვენს ვიზიტორს. თუ კი ვინმე თქვენი პროდუქტი დაინტერესდა, ყველას გინახავთ იმის მიხედვით ვინ რა პროდუქტი დაინტერესდა, საცითაოდ დაგიჯგუფებთ, შეგინახავთ და თქვენ შეგიძლიათ რეკლამა ისე ჰაერში კი არ გაუშვათ და კი არ ფანტოთ ფული. არამედ მიზანმიმართულად მე რო დავინტერესდი თქვენი რომელიღაც კონკრეტული პროდუქტი, აი იმ კონკრეტული პროდუქტის აქცია იქნება, ფასდაკლება იქნება, ახალი დანამატი იქნება თუ რაღაცა, მე მომივა პირდაპირ და ცნობილია ფსიქოლოგიაში ადამიანმა სამგან უნდა გნახოთ, სამჯერ უნდა ნახოს თქვენი შეთავაზება, სამი წყაროდან უნდა ნახოს იმისათვის რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ზოგი ძალიან სხარტია და ვგიჟდები ეს ადამიანებზე, წაიკითხა, ნახა, ეგრევე იყიდა, ხო? მეც ესეთი ვარ, შევხედე, მომეწონა ვიყიდე, მაგრამ ადამიანებს უმრავლესობას ჭირდება რამდენიმე დადასტურება, რამდენიმე წყაროდან. ეს არის Facebook, ეს არის საიტი, ეს არის YouTube, ვიდეოების ჩაწერაც უნდა შეგეძლოთ, პოსტების წერაც უნდა შეგეძლოთ, ფოტოების გადაღებაც უნდა. თუ გინდათ რომ განვითარდეთ, ეს გზა არის. თუ ახლა გინდა თქვენთვის იბაჩუნოთ და ნამსხვრს გამოაწყოთ მეზობლებს დაურიგოთ, სიამოვნებით მიიღებს ყველა მეზობელი იმ თქვენ ნამსხვრს, რამდენჯერაც გამოაწყობთ იმდენჯერ. თუ ნუ ხა წონის პრობლემა აქვს, რასაკვირველია, მე შეიძლება გაგიპროტესტოთ. აპლიკაციის გაკეთება თუ შეგიძლიათ, თუ გაქვთ ისეთი, სადაც მეორდება ადამიანები, განმეორებით ისევ და ისევ მოდიან და თქვენ გინდათ ახალი ინფორმაცია მიაწვდოთ. როცა ტაქსის აპლიკაცია შემოვიდა, აღარავინ შედიოდა საიტებზე ტაქსის გამოსაძახებლად და არც ტელეფონზე რეკავდა ვინმე რომ ტაქსი გამოეძახა. ყველა ვიყენებთ აპლიკაციას. იგივეა გადავა მთელი სამყარო ნელ-ნელა აპლიკაციებზე, იმიტომ რომ ტელეფონში გაქვს, აქ მოგდის სიახლეები, შეგიძლია დააჭირო ერთი დაცკაპუნებით შეხვიდე პირდაპირ და გამოიძახო, იქვე გადაიხადო ფული, იქვე მიიღო დრო, როდის მოვა ის შენი მომსახურება და ასე შემდეგ. თუნდაც Google-ის რუქაზე ხო, რაც პატარა კურსი გავაკეთებინე გიორგის და ნუ ფაქტობრივად ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო, პატარა კურსი, ძალიან ესეთი რა მინი. რატომ უნდა იყოს Google-ის რუკაზე თქვენი თუ თქვენ სტაციონარული ბიზნესი გაქვთ, რატომ უნდა იყოს Google-ის რუკაზე მონიშნული? იმიტომ რომ შევალ Google-ში ვიპოვო. აბა სად ვეძებო? აი მითხარით სად გეძებოთ მე თქვენ ახლა. Google-ში ხო? ყველა ესე ვეძებ, Google-ში ვეძებ ყველაფერს. ამიტომ რომ შემოვა ადამიანი და keyword-ებიც იმიტომ არსებობს ეს სიტყვა გასაღებები მაგისტრის არსებობს, თქვენ უნდა გქონდეთ საიტზე მონიშნული და Facebook-ზე მონიშნული, რომ მე რომ ვეძებ მაგალითად ენურეს, ხო? რა გამახსენებთ? კაი, ენურეს რომ ვეძებ, ხო? ამომიგდოს ის ცენტრები, სადაც ამას კურნალობენ და რუქაზეც მაჩვენოს, აი აქ არისო, აი ამის ნევროზი. ლოგო ნევროზი მაგალითად, ხო? როცა დაჭირდება ვინმე ამის მოძებნა, აგერ ხათუნას ცენტრი უნდა ამოუგდოს რუქაზე და დიდ დიღომში კონკრეტული მისამართი და აუღწეროს და საიტზე უნდა ეწეროს, რომ ისეთი მაგარია ეს გოგო და ისეთი მაგარი შედეგები აქვს, რომ ყველა შედეგები უნდა ეწეროს იქ და უნდა ეწეროს, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვებს ეხმარება, ამას გარდა ამზადებს ადამიანებს, ახალ პროფესიას აზრობს, რომლებიც გამოადგებათ მე საბავშვო ბაღების სკოლებში და ასე შემდეგ, ყველაფერი არ ვიცი სად გამოდგება. და ამ კურსებსაც ატარებს, ხო? აი ეს უნდა პირდაპირ ეგრევე საიტზე წაიკითხოს. აი სხვანაირად როგორ უნდა გაიგოთ თქვენ ხათუნა კობახიძის შესახებ მაგალითად. კაი Facebook-ზე შეხვედით, აქვს გვერდი, სადაც დებს ხოლმე, კი, შეთავაზებებს დებს ხოლმე, რასაკვირველია, როცა კურსი იწყება ან რაღაცა. მაგრამ სად არის კმაყოფილი მომხმარებელი, სად არის შედეგები, სად არის ვაუ გადარეული მშობლების ისინი რა კაი შედეგები აქვს ჩემს შვილებს, ამ დროს აქვთ. მაგრამ არსად არ არის. იქნება უახლეს მომავალში. მაგრამ ეს მაგალითად მოვიყვანე ხათუნა, იმიტომ რომ წელს მაქვს ბედნიერება და ჩემი ორი ასე ვთქვათ, არაჩვეულებრივი გოგო არის აქ მედეა და ხათუნა ისვენებენ მანგლისში და მოკლედ ძალიან ვწვევით ხოლმე ამ სიტუაციებით და დამსაუბრობთ ამ საქმეს ვაკეთებთ და თან ესე კარგად ვართ მოკლედ. მეც მიყვარს ეს ერთიანობა. ხო, აი copywriting-ი მაგალითად რა საჭიროა, ხო? ნუ როგორ თუ რა საჭიროა, ჩათვალეთ, რომ თქვენ თუ არც copywriting-ი კარგავთ უამრავ კლიენტს, იმიტომ რომ მე არ მესმის თქვენი საუბარი. თქვენ თუ მელაპარაკებით მე ისეთ ენაზე, რომელიც მე არ მესმის, ჩათვალეთ, რომ უცხო ენაზე მელაპარაკებით საერთოდ.
იმიტომ რომ მარტო თქვენ ხო არ ხართ, არა ჩასქრო ათასობით თქვენაირი გამოდის და თქვენაირის სხვანაირის და ბევრნაირი კიდე ხო მე პირველივე სიტყვა უნდა დამაინტერესო, პირველივე სიტყვა გულზე უნდა მოვხდეს და ჩემი ტკივილი უნდა დამანახო. მე რაში მჭირდება, ის უნდა დამანახოს, რომ აი შენ რო ეს გაწუხებს, ხო, აი ეს არ გამოსავალი არის. ეს არ არის მანიპულაცია, ხალხო, ეს არის სწორად მიწოდება. ეს არის თამამი გაყიდვების კურსი როცა გავაკეთე, ყველაზე მთავარი აქცენტი რაზეც იყო იქ და რამაც ძალიან გაუადვილა გოგოებს მე გაყიდვები, ეს იყო რომ ამას ვეუბნებდი, მეც ამან გამიადვილა გაყიდვები და მეც ძალიან მიჭირდა გაყიდვები ბოდიში რა, ეხლა დედაჩემი ეს ამბობდა ხოლმე, მე გაყიდვა არ შემიძლია, ძალიან საყვარელია დედაჩემი, საერთოდ არჩეულებრივი ადამიანი, მაგრამ მე გაყიდვა არ შემიძლია, რა ვქნაო, ისე ამბობდა ხოლმე, რომ აი გაყიდვა იყო რაღაც სამარცხვინო და მას ამის გაკეთება არ შეძლო. მეც იგივეს ვამბობდი ხოლმე და იგივე შეგვიძლია, რომ სულ ვეძებდი ვინოს ვინც გაყიდიდა ჩემ პროდუქტებს. წლები დავხარჯე ამაში. თქვენ პროდუქტს ვერავინ არ გაყიდის, თქვენ თუ არ ხართ ჩართული ღრმად ამაში. იმიტომ რომ იქ თქვენი კომპლექსები და შიშები აისახება აუცილებლად. და აი ეს ზუსტად ამან მიშველა, როდესაც მე გავაცნობიერე, რომ იცი რა, მე კი არა ვყიდი. მე ვეხმარები ადამიანს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მიიღოს სარგებელი. როდესაც ხვდები რომ ადამიანს ეს კურსი არ გამოადგება, ყოველთვის ვეუბნები, შენ ეს კურსი არ გამოგადგება. ეს თქვენთვის არ არის. ან წადი წიგნი წაიკითხე, ან ამის წინ ლუიზახის ენციკლოპედია ურჩიეთ, თუნდაც არამედ ჩემთან არის იქ წაიკითხეთ მეთქი მაგის შესახებ, რა პრობლემაა, ხო? სამაგიეროდ ვისაც ჭირდება, ის გაყოფილიც რჩება მერე. და მადლობელიც არის, ხო მიიღო შედეგი, მადლობელია. თუ იყიდა ისეთი რამე, რაც არ ჭირდებოდა, მადლობელი ვერ იქნება. და ისე თქვენი დისკრედიტაცია ეს. ამიტომ ჩვენ საუბრობთ ხოლმე და მხოლოდ ეს სწორ გაყიდვებზე რა, პატიოსან გაყიდვებზე. ამისათვის უნდა გითხრა მე შენ რას გიშველი. თუ ვერ გითხარი სწორი სიტყვებით, რაში დაგეხმარები, რატო უნდა იყიდოს ჩემი პროდუქტი, კაცო? აი ამაშია საქმე მეგობრებო. კიდე ბევრი რა ვიცი, ხა ყველაფერი რა თქვა, ნუ რეკლამა, ხა Facebook-ის რეკლამა რატო უნდა იცოდე, რა ვიცი, რატო უნდა იცოდე. თუ არ იცი, ხარჯე ეს ფული მაშინ ფლანგი ჰაერში უშვიდე იყავი, ხა რა ვიცი, მე რატო უნდა იცოდე. იმ სწორ რეკლამაში ზუსტადად სწორი სიტყვები უნდა ჩაწეროს, სწორი ვიზუალი უნდა იყოს შერჩეული, სწორი ვიდეო უნდა იყოს, სწორ აუდიტორიაზე. უნდა გქონდეს შენ ნახეთ, ძალიან დიდი შეცდომა, როცა უშვებენ ყველაზე. მოხინე 35-დან 55 წლამდე ყველა, რა ყველა. ყველა კი არა, ვისაც აინტერესებს თქვენი, იქ უნდა გაუშვათ, თორე ეს ფული დაიხარჯება ყველაზე, რომლებიც საერთოდ არ შეხედავენ თქვენ რეკლამას, იმიტომ რომ არ აინტერესებთ. ამიტომ უნდა იცოდე სამიზნე აუდიტორია როგორი პოვო, ნიშა როგორი პოვო შენი კონკრეტული, ყველაფერს ვაკეთებ, ყველაფერს ჭიკობა. შეიძლება კარგია, მაგრამ როცა ბიზნესია, უკვე რაღაც კონკრეტული ნიშები უნდა იყოს. უამრავი რამეა ხო ამაში. და არის ამისთვის ძალიან მარტივი კურსებიც. მე არ მეზარება თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, თქვენ გაქვთ პროდუქტი და ვერ ყიდით და გაინტერესებთ რა დაგეხმარებათ, მომწერეთ, გეტყვით. თუ მე ვერ გეტყვით, ჩემ შვილებს ვთხოვ და დაგეხმარებიან. ახლა საათიან კონსულტაციებს ვერ ჩაგიტარებენ და რეკლამის იმას ვერ აგიწყობენ ესეთ ყვილა, იმიტომ რომ ყველას დრო და ენერგია ფულია, ხო? ბუნებრივია, ყველას თავისი საქმე აქვს. მაგრამ ასე რომ გირჩიონ რა დაგეხმარებათ, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ, რა დაგეხმარებათ და რა უნდა ისწავლოთ, ან რა არ უნდა ისწავლოთ და სხვას დაავალოთ, ამ დონეზე რასაკვირველია დაგეხმარებით. ხალი და ტექნოლოგიები. ეს კიდევ უფრო იმიტომ არის აქტუალური, რომ მამაკაცებს უადვილდებათ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. ქალებს უფრო გვიჭირს. მე მახსოვს რისი კურსი იყო, მეილ მარკეტინგის კურსი იყო თუ რაღაცა, ყველაფერი დასწავლი. და ბიჭები იყვნენ, ბიჭები ასწავლიდნენ, უკრაინელები, რუსები აღარ მახსოვს, ძალიან მაგრები იყვნენ თავის საქმეში. მაგრამ როგორ ასწავლიდნენ, იცი, აი ჯარისკაცი რო იყო რა და ოფიცერი ჯოხით რო გადგეს რა, აი ეს ძალიან მამაკაცური მიდგომა იყო რა, ძალიან ისეთი ენერგიები იყო და ბოლოს ძალიან სასაცილო ყველა ქალი ავად გახდა. კურსზე ვინც კი ვიყავით, ქალები ყველა ავად გავხდით, აი ნერვიულობის გარო ვერ ვეწეოდით და ვერ ვგებულობდით და საათობით ვისხედით და რაღაცა. მამაკაცები მშვენივრად იყვნენ, ძალიან კარგად დაამთავრეს. მე ვერ დავამთავრე დავანებე თავი, იმიტომ რომ იმდანაც უკმაღიზიანებდა და იმდანაც ვერ მივყვებოდნენ, მე დავანებე ბოლოს თავი. ამასაც აქვს მნიშვნელობა ვისთან სწავლობთ, ანუ აი ეს ტემპიც და რიტმი და ყველაფერი თქვენთვის მისაღები უნდა იყოს და ამისთვის ონლაინ კურსები რა თქმა უნდა ძალიან კარგია, იმიტომ რომ თქვენი რიტმით სწავლობთ. ისწავლეთ, გაყიდეთ თქვენი ძვირფასი პროდუქტები, ჯერ გააკეთეთ რა თქმა უნდა ეს შიგნიდან. მე ხარ საუბრობ იმაზე ძირითადად, ვინც ჩემთან არიან, იმიტომ რომ ვინც ჩემთან არის, ვინც კურსებზეა, ვინც ველნეს უქმეებზე და მეტნაკლებად ამაზე ისედაც მუშაობთ, რომ შინაგანი შფოთვები და შიშები და რაღაცები ჩვენ პროდუქტთან მიმართებაში, ჩვენი ნიჭების რეალიზებასთან მიმართებაში მოვიხსნათ და რაღაც გავაკეთოთ, ვიყოთ რეალიზებულები. ამიტომ უფრო მათთვის საუბრობ, რომ იმათ ჭირდება ტექნოლოგიები, მე უკვე რომ წავიდნენ წინ.
და კიდე რაღაც გამახსენდა ახლა ერთი თემა რაც უნდა მეთქვა, მაგრამ უცებ დამავიწყდა ისე ლაპარაკში. არა უშ გამახსენდებოდა კომენტარებში დავწერ. 30-ში ვაფშე. 30-ში? ხო, 30-ში გვაქვს მანგლისში შეხვედრა. მადლობა ხათუნა რომ გამახსენე და გუშინაც ვისაუბრე ამაზე, 30-ში გვაქვს შეხვედრა, სადაც ვისაც გაქვთ დედის მიმართულებით, დედის მხარეს რაღაცა მოსაგვარებელი პრობლემები, ბლოკები, შიშები და ასე შემდეგ და მეორე ვისაც გაქვთ ისეთი თემები, რომელსაც ვერ ხვდებით საიდან მოდის. ამისთვის გვექნება ორი სესია, დედის ხაზის მიმართულებით ვიმუშავებთ, დედის საგვარეულოს მიმართულებით, კონკრეტულ ის არა რაც დედის სხვა ტექნოლოგიები ეს არ იქნება იგივე რაც საგვარეულოშია, ან იგივე რაც დედის ხაზის კურსში, არა, სხვა რამეს გავაკეთებთ და მეორე პრენატალური პერიოდი, ანუ მოსაყოფის პერიოდს გავლის, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ადამიანის ცხოვრებისთვის. და კიდევ ხო ეს უნდა მეთქვა რომ ამ ბოლოს ესე გუში რატომ მოხდა ესეთი ტექნოლოგიური კოლაფსი იმიტომ რომ გადავწყვიტე რადგან ასე საუბრით და ამ ფასდაკლებების შეთავაზებით ამ ტექნოლოგიურ კურსებზე დიდად ვერ ავიყოლიე ბევრი ვერავინ ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩემ კურსებთან შემეერთებინა ტექნოლოგიური ნაწილი ხო და იმ ნაწილს არ მიაქცია არავინ რა თქმა უნდა ყურადღება ხო და ეს კურსი ძირითადად მაინც ეს იყო მაგრამ სამაგრად მივადეკით ახლა იმას რომ ისიც უნდა ისწავლონ და ჯერჯერობით ელემენტარულ რაღაცებს ემაცი ამ თქვა კურსი სადაც დევს იქ რომ თუ გაიხსნას და შევიდნენ და ნახონ წაიკითხონ მაგრამ მე უფრო ცოტა მეტი და სერიოზული რაღაცებიც იქნება ხო და ეს ფაქტობრივად შევიტყუე მოკლედ ესენი ამ და ახაც გადავწყვიტე რომ სადაც შესაძლებელი იქნება ყველა ჩემ კურსს დაუმატო ესეთი ტექნოლოგიური ნაწილიც თავის შესაბამისი მაგალითად ძალიან მინდა გავაკეთო თამამის როგორ ვისაუბროთ თამამათა ესეთი რაღაცა მინი კურსი რომელსაც დავამატებ copywriting-ს იმიტომ რომ მარტო თამამად პირის გახსნა არ არის საჭირო, საჭიროა რომ სიტყვები ამოვიდეს სწორად თქვენი პირიდან. ეს copywriting-ი მარტო წერას არ ეხება, ეხება იგივე სიტყვებსაც. აი ესე და მოკლედ მიფრთხილდით, მინდა შემდეგ კურსებზე მოხდა. ხაფანგს გიმზადებთ. ხო და ნუ დანარჩენი დავწერე ხა კომენტარებში, ჩამოვწერ რა კურსებია და თქვენთან გადაწყვეტეთ რა თქვენ ისწავლოთ და რა სხვას დაავალოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ეს. მოკლედ დიდი მადლობა რომ ყოველდღიურად მისმენთ, თითქმის ყოველდღიურად მისმენთ ესე და მადლობა პოზიტიური და კეთილი გამოხმაურებებისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სმაილი, გული და ის ხო საერთოდ ახლა ასეთი ჯგუფებში წერენ რომ ეს შედეგი მივიღე, ის შედეგი მივიღე და ასე შემდეგ ეს გუშინ მატირეს კარგად მის გაყიდვების ჯგუფში. ისეთი რაღაცები დაწერეს რომ გადაწყვეტა ყველა ერთად რატომაც რომ ავეტირებინე და ასე მხიარულად მუშაობთ მოკლედ. შემდეგი კიდევ სურამში გვექნება კიდევ შემდეგი ტური ოქტომბრის დასაწყისში შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი ადგილი, იმიტომ რომ ადგილები რა თქმა უნდა შეზღუდულია, ხო ბევრი ადამიანთან ვერ ვიმუშავებ. დანარჩენი თქვენით მოკლედ რას თქვენ გააკეთეთ და რას დელეგირებას გაუკეთეთ ეს თქვენ გადაწყვეტეთ, მე წავედი ახლა ჩემ გოგოებთან ერთად. ვისეირნებ და მე ყავას მივირთმევ და ძალიან გამეხარდა რომ ყავა თუნდაც ასარგებლოს ყოფილად. მშვიდობიანი დღე ყველას ბედნიერად და გისურვებთ სწორი არჩევანის გაკეთებას ყოველთვის. ვაი, ვერ დავჭირა.